ასე რომ ასობით მოტოციკლისტები მიემართება დირბონში, მიჩიგანში, რათა ამერიკის ისლამისტური ეპიცენტრისთვის შეახსენონ ნანანანანა. ეს არ გამოვა. და რა თქმა უნდა, ამას ხელმძღვანელობს სკანდალური ჯეიმი ლანგი, რომელსაც უყვარს ისეთი კონტენტის შექმნა, რომ ხალხმა უყუროს. მოტოციკლისტები პლანეტაზე არიან! ვაიპერები აქ არიან! ჯვაროსნები დიდებისკენ წინ! დიდებისკენ წინ. აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ამ მოტოციკლისტებს. და იმ მოტოციკლისტი, რომელიც სიმართლეს ამბობს იმაზე, რაც რეალურად ხდება. ისინი გზაში არიან და რა თქმა უნდა, მიჩიგანის მოსახლეობა ცოტა შეშინებულია. ან როგორც შეიძლება თქვათ, მიჩიგანის ისლამისტი მერები ცოტა ნერვიულობენ ამის გამო. და რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ გვყავს რამდენიმე სულელი, დაბალი ინტელექტის მქონე ქრისტიანი, რომლებიც რეალურად ფიქრობენ, რომ დირბორნის ისლამიზაცია კარგი რამეა. ამაზეც მიუბრუნდებით მალე. მოდით ვნახოთ რა ხდება. და თუ ასეა, რატო მიდიან ისინი? სწორედ ამაზე ვაპირებთ ახლა საუბარს, რადგან მოტოციკლეტისტები საზოგადოებაში დიდი ჭორი ვრცელდება დირბორნთან, მიჩიგანთან დაკავშირებით. ამიტომაც მოგიყვებით, რა ხდება და რა სიმართლეა იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად ტოვებენ თუ არა მოტოციკლეტისტები სტარჯის და მიდიან დირბორნში. რატო უნდა გამოჩნდნენ მოტოციკლეტისტები საერთოდ დირბორნში და რა არის ამ ამბავში ცოტა უფრო გამოგონილი? გზა და გზა ჩემს აზრსაც გაგიზიარებთ და რა თქმა უნდა თქვენი აზრის მოსმენაც მინდა, როგორიც არ უნდა იყოს ის. მოდი დავიწყოთ. რატო დირბორნი, მიჩიგანი? კარგი, პირველ რიგში უნდა დაბრუნდეთ 2 აგვისტოსთან. სწორედ მაშინ ქალაქში ყოველწლიური არბაინის აღნიშვნა ჩატარდა. ეს დაკავშირებულია შიიტ მუსლიმებთან. კარგი, იქ ხალხი მივიდა. კონტა პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც იქ იყო, საბოლოოდ თავს დაესხნენ. მისი სახელია ჯეიკ ლანგი. ეს დადასტურებულია. ასე რომ, ჯეიკ ლანგმა და მისმა F-მა პასტორმა მეგობარმა გადაწყვიტეს, რომ ქრისტიანული ღონისძიების დღე ჩაატარონ. კარგი. ეს დადიდგმელია 18 აგვისტოსთვის. სტარჯის იმფალდება 16 აგვისტოს. ასე რომ, ეს თითქმის იდეალურად ემთხვევა იმას, მაგრამ ეს აქ ნონა მთელი ამბავი არ არის. ეხლა მოსალოდნელია, რომ ამ ქრისტიანულ ღონისძიებაზე 50000-ზე მეტი ადამიანი იქნება და მოტოციკლისტებს ნამდვილად მოუწოდებენ, რომ დაესწრონ. სინამდვილეში ერთ-ერთმა პასტორმა, რომელიც ამ ყველაფერს აწყობს, მოუწოდა მოტოციკლისტებს, კლუბებს და მათ პრეზიდენტებს, რომ მოვიდნენ და ნახეთ. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ თუ ისლამისტების გაბატონება ასე გაგრძელდება და მთავრობა ამას არ შეაჩერებს, როგორც ახლა არ აჩერებს, იქნება, მე არ ვიტყოდი, რომ სამოქალაქო ომი დაიწყება. მაგრამ სერიოზული წინააღმდეგობა იქნება იმ რელიგიური იდეოლოგიების მხრიდან, რომლებიც არ არიან დაინტერესებული ისლამისტების მიერ დაპყრობით. მათ აბსოლუტურად აქვთ ამის უფლება. მე არ ვფიქრობ, რომ ეს დაშინების ფორმაა, როგორც ზოგიერთი ამას წარმოაჩენს. მაგრამ ნახეთ, თქვენ ირებთ, იცით? 1000 მოტოციკლი ერთად და ისინი ყველა მთავარ ქუჩაზე მიდიან, ან ჩნდებიან იქ, სადაც ეს ღონისძიება შეიძლება იყოს. ვფიქრობ, საბოლოოდ გადაადგილეს ეს, რადგან როგორც ჩანს, გაცილებით უფრო მასშტაბური იქნება. და ასე რომ, იცით, ეს მოტოციკლები მართლაც ძლიერად იგრძნობა. ოხ, დიახ, ნამდვილად ასეა. და ვფიქრობ, სამართლიანია ვთქვათ, რომ ეს შეიძლება ცოტა შეაშფოთოს ისლამისტებს, რომლებიც ასე კომფორტულად და ჩუმად ყველაფრის ხელში ჩაგდებას არიან მიჩვეულები. და ეხლა თქვენ ყავთ ამხელა მამაკაცების ჯგუფი, რომლებიც არ იხევენ უკან თავიანთი ღირებულებების დასაცავად და მოდიან, რომ ზუსტად აჩვენონ, რას წარმოადგენს ამერიკა. ეს ცოტა უცნაურია. თუ მოიყვანთ 100 შემთხვევით ადამიანს, ან თუნდაც 1000, ხომ იცით, ხალხი შეიძლება ბრბოში დაიკარგოს. კი, მოტოციკლები რო გამოჩნდებიან, ეს პირველ რიგში ქმნის ძლიერ არსებობას. დაფიქრდით ამაზე. კაცო, სამხედრო თემატიკის მოტოგასვლები, თუ პატივს მივაგებთ დავუპულ პოლიციელებს, საქველმოქმედო მსვლელობები, პოლიტიკური მიზნები და სხვა მრავალი რამ, მოტოციკლები ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ტოვებენ. მოტოციკლისტები ძალიან კარგად ურთიერთობენ, განსაკუთრებით კლუბებს შორის, და ეს ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. კიდევ ერთი რამ, კაცო, როცა ხალხი ხედავს, რომ ბევრი მოტოციკლი მივიდა რომელიმე ღონისძიებაზე, ეს როგორც წესი მართლაც მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ხდება. და მიუხედავად იმისა, რომ იცი, ეს შეიძლება ძირითადად რალებისთვის და მსგავსი ღონისძიებებისთვის იყოს დამახასიათებელი, მაგრამ ზოგჯერ მოტოციკლისტები ჩნდებიან ისეთ საქმეებზე, რომლებიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაწყებული დაღუპული მოტოციკლისტებით, დამთავრებული სხვადასხვა მიზნებითა და იმით, რაშიც ნამდვილად სჯერათ. ჰეი, არ აქვს მნიშვნელობა რა აზრი გაქვს ამ ვიდეოზე. ერთ რამეზე ყველა შევთანხმდებით. 2025 წლის Indian Scout ბობერი შესანიშნავი მანქანაა. ნახე, მე მომწონს ის ფაქტი, რომ მოტოციკლისტებს თითქოს ცუდი რეპუტაცია აქვს და გვესმის, რატო შეიძლება ისინი საშიშად ჩანდნენ, რაც არ უნდა იყოს. მაგრამ მე იმდენად ბევრი კარგი კონტენტი მინახავს მოტოციკლისტებზე, რომლებიც მიდიან და ძალადობის მსხვერპლებს იცავენ, ან ძაღლებზე ზრუნავენ, ან სხვა რამეს აკეთებენ. რადგან საბოლოო ჯამში ესენი არიან იდეოლოგიურად მოტივირებული კაცები, რომლებიც ქუჩაში არიან და რეალურად იქ მოქმედებენ. და ეს ძალიან მომწონს. თითქოს ჩემში არის რაღაც, რაც ძალიან უყვარს მოტოციკლისტებს, მიუხედავად იმისა, რომ მათში რაღაც საშიშია. ისინი ყოველთვის არიან. ისინი გულში ძალიან რბილები არიან, ბევრი მათგანი. მაგალითად, 100-დან 200-მდე. თუნდაც 500 იყოს. თომ ასეა. ეს გაძლევს წარმოუდგენელ შანსს, რომ მოიგო რაღაც ძალიან მაგარი. ასე რომ, წესები ძალიან მარტივია. ერთი მული ქვემოთ, აღწერის ველში. ეხლა, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე საათზე ვსაუბრობთ. შუაღამემდე, წყნარი ოკეანის სტანდარტული დროით. მიჩიგანი ზუსტად არ ვიცით რამდენი იქნება. ვიცით, რომ დიდი შეკრება იქნება. და ვიცით, რომ ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი მიზეზია, რომ იქ მივიდნენ. მაგრამ რა ეხლა?
რა იქნება ხალხო? არის სტარჯისთან კავშირი. აი აქ ცოტა ბუნდოვანი ხდება, ხო ასეა? ეხლა ვრცელდება ვიდეოები, სტარჯისი იცლება, იქ აღარავინ არის, ფასები გაძვირებულია, ესაო ისაო. კარგი, ხო. ხო, რაღაც ნაწილი შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ თავარი ისაა, რომ როგორც წესი უბრალოდ რიცხვებს უნდა შეხედო. სტარჯიში წასვლაც კი არ ჭირდება. სტარჯისის მეორე ნახევარი თითქმის ყოველთვის უფრო ნაკლებად დატვირთულია, ვიდრე რალის პირველი კვირა. და ეს უბრალოდ ასე. არ ვიცი რა არის სტარჯისი. ვინმე მიცის? მონძე მიცის? მონწერეთ კომენტარებში. ხო, კიდევ ერთი რამ არის ისიც, რომ იცი, თუნდაც იუბილე წლებში როცა დასწრება ყველაზე მაღალია. ბოლო კვირა ან ბოლო შაბათ-კვირა ყოველთვის ხალხის რაოდენობაც მაშინ ყოველთვის ყველაზე ნაკლები. ბევრი ადამიანი მიდის მეორე კვირაში, რადგან უფრო ნაკლები ხალხია, მაგრამ მაინც ირებენ სტარჯისის გამოცდილებას. და როგორც მესმის, შეგიძლია საკმაოდ კარგი ფასდაკლებებიც მიიღო, რადგან გამყიდველები ცდილობენ ყველაფერი გაკიდონ. ნუანი ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შენ რა გინდა გააკეთე, ხომ ასეა? თუ მეინსტრიმი. ვარაუდობ, რომ ეს რაღაცა დიდი მოტოციკლისტების ღონისძიებაა. იცი, თუ ღამის ცხოვრება უფრო გიზიდავს, მაშინ ალბათ პირველი კვირაა წასასვლელი. თუ უფრო მეტად გინდა ტარება ან უბრალოდ არ გინდა ბრბოსთან შეხება, მაშინ შეიძლება მეორე ნაწილი იყოს უკეთესი, მაგრამ ასეა ჩვეულებრივ. ეხლა ჰაგი, ბოდიში, მეგობრებო, ხო იცით როგორი ვარ? უნდა გავარკვიო, რა არის სტარჯისი? კანტი, ხო იცი, სტარჯისი სწორად არ დამიწერია. ეს არის ქალაქი დასავლეთ სამხრეთ დაკოტაში. სტარჯისის მოტოციკლეტების მუზეუმი და დიდების დარბაზი ქალაქის ხანძლივ სტარჯისის მოტოციკლეტების რალს ეძღვნება და მასში განთავსებულია ვინტაჟური მოდელები. კარგი, ანუ ეს არის დიდი რალი სამხრეთ დაკოტის ამ ადგილას და კი, ეს დაემთხვა ამ მოვლენას. კარგი, არაფრის. არა ისეთი მოტოციკლისტები, ვინც სტარჯისიდან დირბონშია წასულა, ხო ასეა? როგორც ვთქვი, დოის დამთხევა idеალურია, მაგრამ არ მგონია რომ სტარჯისიდან პირდაპირ დირბონში, მიჩიგანში მასობრივი გადინება იყოს. აქვე გვერდით შენიშვნა, იცი, ამბობენ რომ ასეა. კარგი, ეს არის კონტექსტი. ეს არის კონტექსტი. დეტალებში არ შევალთ რა ხდება რეალურად. მინდა ეს ვიდეო ვნახო, იმიტომ რომ ეს ვიდეო ძალიან მაღიზიანებს. არ მჯერა რომ ამაზე ვიდეოს ვაკეთებ, მაგრამ თუ სხვა არავინ იქოს ამეს, მე ვითყვი. ჯეიკ ლანგი და მისი სექტანტები, რასაც დირბონში, მიჩიგანში ხვალაბიდებენ, სრულიად საზიზგარია. გამარჯობა, მე კალენ კაშტადინი ვარ. ვარ 18 წლის ბიჭი დირბონიდან, მიჩიგანი. ეხლა დავამთავრე ეძელფორდის საშუალო სკოლა და ქრისტიანი ვარ. ელზე ჯვარი მიგეთია όλდე. შუბლზე წმინდა ქრისტეფორს და იესოს დატომოქს. და მთელი ცხოვრება დირბონში, მიჩიგანში ცხოვრობ. ასევე დირბონში, მიჩიგანში, მთელი ცხოვრება ეკლესიაში დავდიოდი. თუ აქ სმენია თათმლება, ჯეიკ ლანგი აპირებს არად ქრისტიანულ ხელში ჩაგდებას დირბონის ქალაქში. მე ეს ასეა, მაგრამ ჯეიკ ლანგის მსგავსმა ადამიანებმა არიციან, რომ ეს ახალი არ არის. ქრისტიანები და მუსლიმები 10 წლეულები ერთად ცხოვრობენ ამ ქალაქში. მუსლიმები აქ არიან იმდენი ხანია, რამდენიც მე მასწავლს, რამდენიც მათ ოჯახებს ახსოვთ და ამაში აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. და ამ ქალაქს გადარჩენა არ სჭირდება. ქალაქი ახლა ნამდვილად ყვავის. თუ ბოლო დროს დირბონში ოდოლხავთ, სუსტად მიფელობით არ ვსაუბრობ. გონია ჯეიკ ლანგი და მისი ხალხი ფიქრობენ, რომ ქალაქში ჩვენ, ქრისტიანები, მუსლიმი მეზობლებისგან შევიწროებულები ვართ. ეს უბრალოდ სიმართლე არ არის. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რაც ამ ქალაქში ვცხოვრობ, არც ერთხელ არ გამაკრიტიკეს, ან თავს არავინ დამსხმია იმის გამო, რომ ქრისტიანი ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სკოლა ძალიან არაბული და ძალიან მუსლიმური იყო. ორი სხვადასხვა რამეა სხვადასხვა ნუაურევთ და ჩემი მეგობრების უმეტესობა, ბევრი ჩემი მეგობარი მუსლიმია და ამაში აბსოლუტურად არაფერია ცუდი და არც ერთხელ არ გაუკრიტიკებიათ ჩემი ქრისტიანობა. ჩემთვის ერთადერთი რამაც დირბონში, მიჩიგანში შემოიჭრა Yummy Coffee Houses-ია. იმიტომ რომ რატო? ჭანდაბა, არის მიჩიგანზე 7 სხვადასხვა Yummy Coffee Houses. იდებით, ქალაქში არავინ ცდილობს შეცვალოს ამერიკის მართვის წესი. ამერიკის პრინციპები, კონსტიტუცია, კანონები ან ნორმების მსგავსი. დირბონში შარიაფის კანონი არ არსებობს. თუ ასე იქნებოდა, ამ გონი აქ ვიქნებოდი. და გპირდებით თუ დირბონში ჩამოხვალთ, შეხვდებით ყველაზე კეთილ ადამიანებს, ვინც კი ოდესმე შეხვედრიათ ამ ქალაქში. აქ ხალხი ძალიან კეთილი და გულუხვია. გარდა იმ შემთხვევისა, Ford Road-ზე მართოთ მანქანას. ასე რომ, Grace Sharma-სა და ყავის გარდა, ამ გონია დირბონს რამე იპრობდეს. თუ მართლა გინდათ ეს შესულიყო, 60 წლის წინ უნდა მოსულიყავით, მაგრამ დღეს აქ ვართ. ეს ყველაფერი ჩემს ქრისტიან და მუსლიმან ძმებსა და დედს ეხებათ, ვინც დირბონში ცხოვრობთ და ამ ვიდეოს უყურებთ. გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ, რადგან ქალაქი ყვავის და აქაური კულტურა და გარემო მართლაც შესანიშნავია. იცი რატომ აღიზიანებს ეს? მაღიზიანებს, რადგან ვიცი ეს მისი გამოცდილებაა. ვიცი მისი გამოცდილება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი იღებენ და შემოდიან. და იცი რატომ არის ასე? იმიტომ რომ სწორედ ამას აკეთებენ ისლამისტები. როცა ისინი მოდიან, თავიდან არ იწყებენ არეულობის ატეხვას. ხშირად თუ ისინი უფრო ტყვიანებები არიან, ჩვენ დამპყრობებზე არ ვსაუბრობთ, კარგი? მოდიან, ეგუებიან, მეგობრულად იქცევიან და შემდეგ ნელ-ნელა იკავებენ ყველაფერს, სანამ ვეღარაფერს გააკეთებ. ზუსტად ესაა მათი სტრატეგია. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სტრატეგია აქვთ. ზოგ ადგილას უბრალოდ ცდილობენ შობადობით აჯობონ. სხვაგან მოდიან და პირდაპირ ფიზიკურად იკავებენ ტერიტორიას მილიონობით მიგრანტით. ზოგ ადგილას კი ნელ-ნელა მოდიან და კულტურას ცვლიან. და ეს საწყალი ბავშვი დაბნეულია და შეშინებული. და აი ცდილობს აუხსნას ხალხს, როგორი კარგია ყველაფერი. ნახეთ, არ ვიცი, დირბონში არ უყოფილ ვარ, შეიძლება მართლა კარგია იქაურობა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. მეორე ეტაპი ნაკლებად სასიამოვნოა. უბრალოდ გადახედეთ ისტორიას, რომელსაც აშკარად არ ასწავლიან ამ სკოლაში, რომელიც როგორც ის ამბობს, სავსეა არაბებით და მუსლიმებით. ასევე ეს ვიდეო საერთოდ არ არის პოლიტიკური. უბრალოდ მინდა ხალხი გავანათლო, როგორი არის სინამდვილეში დირბონი, თუ ინმეს კერებათ. აბა, შვიდობით. ამ ბავშვს სუიციდური ემპათია აწუხებს. ეხლა მას ყავს მუსლიმი მეგობრები. ამბობს, რომ მუსლიმები თანაცხოვრობენ, ის ქრისტიანია. და როგორც ქრისტიანი, ის ძალიან გუღია იქნება ამ განსხვავებული კულტურებისა და რელიგიების მიმართ.
მაგრამ ის ვერ ხვდება, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰყავს მუსლიმი მეგობრები, რომლებიც ექსტრემისტები არ არიან, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ მისცემენ ხმას ისლამისტ ექსტრემისტებს. იცი, ისინი ძალიან აშკარად ამბობენ, რომ აპირებენ ამერიკის დაპყრობას. ისინი გაანადგურებენ ჩვენს კულტურას და ამერიკის კანონებს, კონსტიტუციას, შარიათის კანონებით ჩაანაცვლებენ და ეს ბიჭი ახლა ამთავრებს სკოლას, ასე რომ მას არ ესმის აქ არსებული უფრო დიდი სურათი. ის მხოლოდ იმას ხედავს, რომ ჰყავს მუსლიმი მეგობრები. ისინი კარგები არიან. აქ არაფერია ცუდი, მაგრამ აქ დიდი პრობლემაა, რადგან ბევრად უფრო დიდი გეგმა მოქმედებს და ეს გეგმაა ამერიკის ისლამურ ქვეყნად გადაქცევა და ეს არაერთხელ მომხდარა. აქ არის ქვეყნები, რომლებიც ადრე ქრისტიანული იყო და მუსლიმებმა დაიპყრეს. ასე რომ ეს ქვეყნები ადრე ქრისტიანული იყო, მაგრამ ახლა მუსლიმურია. მართლა ეს ქვეყნები ადრე ქრისტიანული იყო? ეს წარმოუდგენელია. თურქეთი, ეგვიპტე, სირია, ლიბანი, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, მაროკო, ერაყი, ალბანეთი, ბოსნია. ეს ქვეყნებია. მაგრამ თუ ვინმეს კითხა, ვინც ისტორიას არ იცის, იტყვის, რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის ასეთი იყვნენ, რას გულისხმობ? ტუნისი, მაროკო, ლიბანი, ეგვიპტე, რა თქმა უნდა. და თითქოს ოდესღაც ეს ადგილები ქრისტიანული იყო. და მერე ოდესღაც ამერიკაც ქრისტიანული იყო. და იგივე სცენარია, გამარჯობა. ანუ მიზეზია, რატომაც დირბორნის მერს ამის ეშინია. სათქმელია, არის თხელი ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და შემდეგ დაწესებას შორის. ესეთი რამეები, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში სიზულვილის ენაც დაცულია, როგორც სიტყვის თავისუფლება. მე ამ კითხვას გადავცემდი ჩვენს გენერალურ პროკურორს, რომ ნახოთ, რას გააკეთებს ის სიზულვილის დანაშაულების განყოფილებასთან დაკავშირებით. რომ ნახოთ, შესაძლებელია თუ არა რაიმე ზომების მიღება ამ აგიტატორებისა და პროვოკატორების წინააღმდეგ, რომლებიც დირბონში ისევ და ისევ მოდიან. და შემიძლია გითხრათ, ეს ბატონი ლანგისტვის ბოლო შემთხვევა. კარგი. მას ეშინია, მოგვიანებით სასამართლოში გამოცხადდეს. მას ეშინია, რა ხდება ჯეიკ ლენგთან დაკავშირებით. უბრალოდ მინდა ძალიან ნათლად თქვა, მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. მე არ მომწონს ჯეიკ ლენგი და არ მომწონს მისი ტაქტიკა და მე არ ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ სინამდვილეში ვეთანხმები დირბორნის მერს, ის პროვოკატორია და ამას აკეთებს ყურყურადღების მისაქცევად და იმისთვის, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს. და მე კატეგორიულად არ ვეთანხმები მის მეთოდებს. და მე არ მომწონს იდეა უზარმაზარი მიტინგის და ასე შემდეგ. ეს არ არის ის, რასაც მე აღნიშნავდი. ვფიქრობ, რომ ესეთ რაღაცებს ბევრი ზიანისა და საფრთხის პოტენციალი აქვს და მეც სიალი აქვს და მე ამის მომხრე არ ვარ. მაგრამ ამავე დროს ის ფაქტი, რომ მე არ მომწონს ჯეიკ ლენგი, არ ნიშნავს, რომ არ ვეთანხმები იმას, რომ ამ ამიანებს უნდა დაუპირისპირდნენ. ისლამისტების მიერ ხელში ჩაგდება უნდა შეჩერდეს და ის დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები, რომლებიც ამას მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ, ასევე უნდა შეჩერდნენ. ასე რომ თუ მოტოციკლისტები დირბონში აპირებენ წასვლას, მოტოციკლისტები წავიდნენ. ოღონდ არა ძალადობრივად. მაგრამ წავიდნენ და შეახსენონ ამერიკას, რომ მას ასე უბრალოდ ვერ დაიპყრობენ, როგორც თურქეთი, ალჟირი, მაროკო, ეგვიპტე და ასე შემდეგ. მადლობა ყურადღებისთვის.